Სამდღიანი მოლოდინი და მიწით ამოვსებული საფლავები პანკისის ხეობაში. დუისელებმა მხოლოდ 2 დაღუპულის დაკრძალვა მოახერხეს. როგორ უნდა ვაპატიოთ ლიან კისტელმა შვიდ-შვიდე კაცი მოგვიკლეს და დასამარხადაც არ გვაძლევენ ჩვენი კდრები. ბოლოს სისხლში ამოგვისხავენ და ყელში რო ამოგვივა რაღაც უნდა მოხდეს. ჩვენ კი ქართველები ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მტრებია თვითონ მიშა და მაგის ბოკერია და ისევ ჩვენი მტრები. ჩვენი მტრები ქართველი არა ყოფილი, არის თავრობა ჩვენი მტერი. 2003 წლიდან შინაგანთა საქმეთა სამინისტრო ჩვენ ტყუილებით ყვებავს. თქვენ საქმებანი ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს იძულებითი აღიარება. ბაჩო ახალაიას უწყება ადასტურებს ინფორმაციას, რომელსაც 2 დღის წინ კატეგორიულად უარყოფდა. ლაფანყურის სპეცოპერაციისას მოკლულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11 ანდაბეინიდან არცერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე. რატომ გადაიტანა რუსეთმა წვრთნა საქართველოს საზღვრებიდან? კავკასია 2012 ჩეჩნეთში აღარ გაიმართება. ხელისუფლების ამ რაზმის წინააღმდეგ ჩატარებული ქმედების შედეგია რუსების გადაწყობა. ალბათ ხვდებით რასაც გულისხმობ. ორი დაკრძალული და მიწით ამოვსებული 4 საფლავი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი დუიში ღამით მალულად დაკრძალეს. დანარჩენი ცხედრების გადაცემაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. მათ შორის არის გროზნოში დაბადებული კიდევ ერთი ქისტი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თუმცა სკოლა პანკისში აქვს დამთავრებული. ხეობაში რამდენიმე დღეა უკვე სპეცსამსახურების წარმომადგენლები მოძრაობენ. პოლიცია მორიგეობს ჭირისუფლების სახლებთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ქისტები მედიასთან ურთიერთობას ამ ეტაპზე ერიდებიან, მეცხრე რამდენიმე კომენტარის ჩაწერა მაინც მოახერხა. სამდღიანი ლოდინის შემდეგ დღეს დილის 5 საათზე დუისის სასაფლაოზე 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვ ქავთარაშვილი დაკრძალეს. პოლიციის თანამშრომლებმა და დაღუპულთა ახლობლებმა სასაფლაოზე ცხედრები შემოვლითი გზით მიიტანეს, რადგან პანკისის ხეობაში შესასვლელ გზაზე ჟურნალისტები მთელი ღამის განმავლობაში იდგნენ. დაკრძალვიდან რამდენიმე საათის შემდეგ 4 ცარიელი საფლავი ადგილობრივებმა მიწით ამოავსეს. თქვენი ბრალია მიწით რომ ვავსებთ, თქვენ რომ არ მოსულიყავით 6-ვე ცხედარს გვაძლევდნენ, უთხრეს დუიში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ჟურნალისტებს. ადგილობრივები საფლავების ამოვსების მიუხედავად 5 დაღუპული ცხედარს კვლავ ითხოვენ. როგორც პანკისის ხეობის მოსახლეობა მეცხრე არხთან პირად საუბარში აცხადებს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 11-ვე ადამიანი პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. მათი ნაწილი ჩეჩნეთიდან ლტოლვილი იყო. იმ შემთხვევაში თუ მიცვალებულებს არ გადასცემენ, პანკისის ხეობის მოსახლეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვას აპირებს. ქართველები ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მტრებია თვითონ მიშა და მაგის ბოკერია და ისევ ჩვენი მტრები. ჩვენი მტრები ქართველი არა ყოფილი, არის თავრობა ჩვენი მტერი. ტყუილუბრალოდ რო შეიყვანეს ბალღები და ამოხოცეს მანდა. მოგწეს ჩვენები და გაგვამარხინო, მეტი აქ არაფერი არ არის და ბოლოს ჩვენი ვიტყვით მაინც ჩვენი სათქმელი მოე. ჩვენი სისხლი არც დარჩენელა, არც დარჩება. რაღაცა მაინც გამოშტება რომ მე გვაჭკაცი რო სისხლის სახში მაიტანოს. გამოაცხადეს 20 კაციაო ტერორისტი. მე გამოაცხადეს 11 მოუკალითო. დავხოცითო 11. და ცხედრებსაც ხედავდით, მოყავდით. ჯარისკაცები ხო ეზდებოდნენ. საწავიდე ეს 11 ადამიანი. მე 100% დარწმუნებული ვარ, ის 3 ქართველიც თვითონ მოკლეს. გლობის საშუალებას არ გვაძლევთ. აბა თქვენ იძახით ინტერვიუ მოგვეცეთ. გლობის საშუალებას არ აძლევენ და ჩვენ ინტერვიუ საიდან მოხდით. მას დღეს მე დაგვიწერე რა. და ვინ აუგზავნათ გლობის თავრობა. აბა მე ხარ ვაუგზავნებთ. პანკისის ხეობის მცხოვრებლებს უარი უთხრეს კიდევ ერთი დაღუპულის, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრის გადაცემაზე. პოლიციამ პროექტურაში ოჯახის წევრების მისვლა მოითხოვა. ადგილობრივების მტკიცებით, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი წლების განმავლობაში სოფელ დუისში ცხოვრობდა. საშუალო სკოლაც დუისში დაამთავრა. მისი ოჯახი ავსტრიაში ცხოვრობს. ბაღაკაშვილის ძმა საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდება. პირად საუბრებში ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლობლებს დაღუპულთა ცხედრები იმ პირობით გადასცეს, თუ მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან არის საუბრებენ. პანკისის ხეობაში 3-ვე დაღუპულის სახლთან პოლიციის თანამშრომლები, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ვაჰაბიტები დგანან. ისინი ჟურნალისტებს არა მარტო ოჯახის წევრებთან გასაუბრების უფლებას არ აძლევენ, არამედ გზაზე გადაღებასაც კი უკრძალავენ. პანკისის ხეობას პირდაპირ ეთერში ვთავთ. იმედა დარსალი ამ წუთებში დუისში იმყოფება. იმედა არის თუ არა რამე ახალი საღამოს 9 საათისთვის და ზოგადად როგორია სიტუაცია ხეობაში?
საღამოს 9 საათისთვის მე შემიძლია გითხრათ, რომ ბაღაკაშვილის ხედრის გადაცემას ამ დრომდე ელოდებიან სოფელ დუიში. რაც შეეხება ალდამოვი ქავთარაშვილისა და მარგოშვილის ხედრებს, გამთენიისას მალულად დაკრძალეს, როგორც უკვე იცით. ადგილობრივები პირად საუბრებში ყვებიან, რომ ისინი გააფრთხილეს და უთხრეს, რომ ემუქრებიან, რომ ჟურნალისტებს მოერიდონ, ან ჟურნალისტებთან კონტაქტი არ იქონიონ. თუმცა ადგილობრივები რაღაცა დოზით შეიძლება ითქვას, მაინც გამოდიან ჩვენთან კონტაქტზე. მათ საკმაოდ სერიოზული ბრალდებები აქვთ ხელისუფლების მიმართ. ისინი ამბობენ, რომ 11-ვე დაღუპული სპეცოპერაციის დროს დაღუპული 11-ვე ადამიანი არის სოფელ დუისის მცხოვრები, მათი ნაწილი არის სოფელ დუიში მცხოვრები ჩეჩენი დევნილი და ისინი უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეს ახალგაზრდები მოტყუებით შეიყვანა ტყეში და ჩახოცა, რასაც შემდგომ სპეცოპერაცია დარქვეს. მე აქვე აღვნიშნავ კიდევ ერთხელ, რომ ამას ამბობენ ადგილობრივები, სოფელ დუისის მცხოვრებლები. მინდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტებს აქ საკმაოდ რთულ სიტუაციაში გვიწევს მუშაობა. ხელს გვიშლიან ახალგაზრდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, მათთან ერთად ჩვენს გადაადგილებას მთელი დღის განმავლობაში აკვირდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები აკვირდებიან და ასევე სოფელ დუისის რწმუნებული მერაბ ქავთარაშვილი. მადლობა, იმედა ეს იყო პირდაპირ ჩართვა პანკისის ხეობიდან, სადაც უხელ 2 ახალგაზრდა დაკრძალეს. საქართველოს ხელისუფლების ტყუილი და აღიარება შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. ამ განცხადებიდან 2 დღეში სააკაშვილის ხელისუფლება აღიარებს, რომ მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას საქართველოს 2 მოქალაქე მოკლა. კიდევ რას უმალავს საკუთარ მოსახლეობას მართველი ძალა? დღესვე გაკეთა განცხადება, რომ 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 7. რაზე დაყრდნობით ირწმუნება ხელისუფლება, რომ მოკლულთა შორის მხოლოდ 2-ია საქართველოს მოქალაქე, თუ 4 გვამის ამოცნობა ჯერ არ მომხდარა. იდენტიფიცირებული 7-ის ხედრიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე. ესენი არიან ასლან მარგოშვილი, დაბადებული 1990 წლის 28 ივნისს და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, დაბადებული 1986 წლის 7 თებერვალს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა, რომ 11 ლიკვიდირებული მებრძოლიდან 2 23 წლის ასლან მარგოშვილი და 25 წლის ბაჰაუდი ქავთარაშვილი ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან. რაც შეეხება ბაჰაუდი ბაღაკაშვილს, ის სამინისტროს ინფორმაციით გროზნოშია დაბადებული და პანკისში ნათესავები ჰყავს. კიდევ 5 იდენტიფიცირებული მებრძოლი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. დუკვახა დოშუევი დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქალაქი ვეგენო, სალამ ზაურბეკოვი ჩეჩნეთი, გროზნო, ხაშიევ ჯაბრაილი დაბადების ადგილი ინგუშეთი, მუსა დაბადებულია გროზნოში. სამინისტროში დღეს დოშუევისა და ადუევის პასპორტების ასლების წარმოადგინეს. ჯერ კიდევ 2 დღის წინ მინისტრის მოადგილე კატეგორიულად უარყოფდა, რომ დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ. ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იტაცებს ადამიანებს, აყავს მძებლები, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, მძევლების განთავისუფლების ოპერაციის დროს კლავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო. სამინისტროში არაფერი უთქვამთ დანარჩენ 4 დაღუპულ მებრძოლზე. დღემდე ბურუსით მოცული სპეცოპერაცია სამხედროებისთვისაც ბევრ კითხვას ბადებს. კითხვებს ბადებს გავრცელებული ვიდეო მასალაც, სადაც დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია. დღემდე გაურკვეველია მებრძოლთა ზუსტი რაოდენობაც. ჯერ იყო 20 ადამიანი, მერე იყო 17, მერე იყო 11 და რაღაცნაირად დაიბნა ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების ზემო ეშელონი რა რაოდენობით ხალხი იყო გადმოსული. ან მათ ვერ დაითვალეს, ან არ დაითვალეს, ან ვერ გაერკვნენ საერთოდ რას აკეთებენ. რეალურად, რასაც ჩვენ ხედავთ ამ ოპერაციასთან დაკავშირებით, ისინი მართლა ძალიან დაბნეულები არიან და ვერ გაერკვნენ რა ხდება მათ თავს, როგორ ხდება და რაღაც ომობანოს თამაშობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე დღეა აღარ საუბრობს იმ 6 შეიარაღებულ მებრძოლზეც, რომელიც თითქოს და ძალოვანებს ალყაში ყავდათ მოქცეული. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარის ზალ კასრელიშვილის განცხადებით, ისინი შესაძლოა საერთოდ არც კი არსებობენ. მე ვფიქრობ, რომ ისინი არ არსებობენ, მაგრამ ეს მითი და ლეგენდა შექმნა საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ის 6 ადამიანი მერე სადმე გამოაჩინოს. მაგალითად, ხვალდაზეგრო დაჭირდეს და თქვას, რომ 6 შეიარაღებული პირი დევნილი ჩვენს მიერ მარტვილის ტყეში აღმოვაჩდინეთო და იქ ჯარი შეიყვანოს, გაგიკვირდებათ? მე არ გამიკვირდება.
ლაფანყურში კი ვითარება უცვლელია, ქართველი ძალოვნები ისევ ხეობაში რჩებიან. მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია პატრულირებს. რუსეთის სამხედრო წვრთნის კავკასია 2012-ის გეოგრაფიულ არეალს ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გენშტაბის გადაწყვეტილებით წვრთნები საქართველოს მოსაზღვრე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე აღარ ჩატარდება. გადაწყვეტილება მოსკოვმა საქართველოს ძალოვანი უწყებების მიერ ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში მიიღო. უკავშირდება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული მებრძოლების ლიკვიდაცია საქართველოს საზღვართან რუსული სამხედრო წვრთნების გაუქმება. ვერსიები სხვადასხვანაირია, თუმცა ფაქტია, რომ დაღესტნის საზღვართან მიმდინარე მოვლენებს არც რუსულ მედია შექონია დიდი გამოხმაურება და არც რუსეთის ხელისუფლებაში. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე წვრთნის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსანზე დაყრდნობით იზვესტიამ გაავრცელა. ჩვენ გადავწყვიტეთ კავკასიაში ზედმეტი დაძაბულობის საბაბი არ შევქმნათ, ამიტომ საქართველოს სიახლოვეს სამხედრო წვრთნის ჩატარებაზე უარი ვთქვით. უკავშირდება თუ არა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე წვრთნის გაუქმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ლაფანყურში 3 დღით ადრე ჩატარებულ სპეცოპერაციას. ქართველი ექსპერტები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური ამბობს, რომ რუსეთის გენშტაბის გადაწყვეტილება შესაძლოა დაღესტანში სამხედრო ძალის კონცენტრაციით იყოს ნაკარნახევი. ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ჩეჩნეთში წვრთნაზე უარი შესაძლოა რამზან კადიროვის ფაქტორს უკავშირდებოდეს. რუსეთმა კარტ-ბლანში მისცა კადიროვს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, სწორედ ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალები ატარებენ სხვადასხვა ტიპის სამხედრო თუ ანტიტერორისტულ ოპერაციებს, სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების და მეამბოხეების წინააღმდეგ, რაც უფრო აწყობს რუსეთს. ამ ვითარებას ვაკავშირებ იგივე სიტუაციასთან, რომელიც დღეს შექმნილია დაღესტანში. ანუ, როდესაც ბოლო პერიოდში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს საკმაოდ დიდი ოპერაცია, რომელშიც მოზიდულია მიახლოებით 30,000 კაციან კონტინგენტზე. იგივე წვრთნები შემცირებული ფორმატით მიმდინარეობს ინგუშეთის მიმართულებაზე. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მიერ ჩეჩნეთში წვრთნის გაუქმება სწორედ რამდენიმე დღით ადრე ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან იყოს დაკავშირებული. ხელისუფლების ამ რაზმის წინააღმდეგ ჩატარებული ქმედების შედეგია რუსების ეს განცხადება. ალბათ ხსებით რასაც გულისხმობ, ხო? და აქედან გამომდინარე ამ ტიპის განცხადება გაკეთდა. არავით არ ეხლა რო გითხრათ პრაქტიკულად რუსადმე წავა რუსეთის ჯარი ჩეჩნეთიდან იქნება თუ მიმდებარე ტერიტორიებიდან, ეს გამორიცხული უბრალოდ გარკვეული აქტივობა შეიზღუდება. ეს შეზღუდვა, ასე ვთქვათ, გამოწვეულია იმით, რომ რუსეთს არ აწყობს დღეს მსოფლიო საზოგადოების თვალში გამოჩნდეს ისეთ ქვეყანად, რომელიც გეგმავს აგრესიას სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის სამხედრო წვრთნა კავკასია 2012 17-დან 23 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. სამ დღეში თბილისის ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი ეწევა. ვიზიტი ერთდღიანი ალიანსის გემდივანი იმ ქართული ბატალიონის ჯარისკაცებს შეხვდება, რომლებიც ავღანეთში მიემგზავრებიან, თუმცა დღეს ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფები გამოყავს. მოგვიანებით ეს ცნობა საგარეო საქმე და სამინისტრომ უარყო. ავღანეთში ამჯერად 2 ქართული ბატალიონი გაიგზავნება. ეს ავღანეთში 32 ბატალიონისთვის მეორე, ხოლო მე-12 ბატალიონისთვის პირველი მისია იქნება. ნატოს გენერალური მდივანი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმ ქართული ბატალიონების ჯარისკაცებს შეხვდება, რომლებიც ავღანეთში მიემგზავრებიან. სამოქალაქო საბჭოს წევრი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თეონა ხუბარდია აცხადებს, რომ ამჟამად ქვედანაყოფების როტაცია მიმდინარეობს. რეალურად იმის საფუძველი, რომ რაიმე ახალი საფრთხე აქვს ქვეყანას და რომ საჭირო ავღანეთიდან სამშვიდობო მისიის დაბრუნება საქართველოში მისათვის, რომ ამ საფრთხესთან განკვლევა მოხდეს, ფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებულია. დადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა დღის წესრიგში არ დგას. საბრძოლო მოქმედების დაწყების შემთხვევაშიც კი ქვეყანა ანუ საქართველოს არის ისე ორგანიზებული, რომ მან შეუძლია ეს ქვედანაყოფები ჩათვალოს როგორც სტრატეგიული რეზერვი და მისი გამოყვანა მოხდეს მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე ხნის შემდგომ და არა წინასწარ იქნას გამოყვანილი. ქართულმა ჯარისკაცებმა გერმანიაში გადასროლის წინა მოსამზადებელი წვრთნა გაიარეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წლის ბოლომდე საქართველოს სამხედროების რაოდენობას 1700-მდე გაზრდის და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის კონტინგენტით პირველ ადგილს დაიკავებს, ისევე როგორც დანაკარგით. ავღანეთში 17 ქართველი სამხედროა დაღუპული.
კამპანიის დაფინანსება საარჩევნო ადმინისტრაცია და სამოქალაქო საზოგადოებას ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შუალედური ანგარიშის ძირითადი თემებია. რჩება შტაბეშტილება, რომ კანონის შერჩევითი აღსრულება ხდება, დაკისრებული ჯარიმები კი პროპორციული არ არის, ნათქვამია ანგარიში. დოკუმენტში კარალეთისა და მერეთის ინციდენტებიც არის ასახული. NDI-ის ანგარიშის მიხედვით მთავრობა ვალდებულია მიიღოს და აღასრულოს სამართლიანი საარჩევნო კანონები, ოპოზიცია კი დაემორჩილოს მას. სადამკვირვებლო მისიის ანგარიში უწყებათა შორისი კომისიის გარდა აუდიტის სამსახურის მუშაობაც არის განხილული. რჩება შტაბეჭდილება, რომ კანონის შერჩევითი აღსრულება ხდება, ხოლო დაკისრებული ჯარიმები პროპორციული არ არის, ნათქვამია ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია დაინტერესდეს, რატომ გაიტანეს დიდი რაოდენობით ფული ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ ანგარიშებიდან, ჩვენი კრიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მხოლოდ ბრალდებულებს ეკისრება. ანგარიში ნათქვამია, რომ ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები გრძელდება. ეს კი ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ორი უდიდესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის მტერია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესი დაფუძნებული უნდა იყოს ჯანსაღ ოპონირებაზე, თუმცა მათი თქმით ნაციონალურ მოძრაობაში ასე არ ფიქრობენ. ნაციონალური მოძრაობისთვის ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული, იმიტომ რომ მათ პოლიტიკური პროცესი მიაჩნიათ, რომ ზეწოლა, ძალადობა უბან დადიან, უბნის ინსპექტორები ჩვენი მხარდამჭერებს აშინებენ და ემუქრებიან იმით, რომ ბავშვები ყავთ, ფრთხილად იღავთ. აი ეს არის ამათი პოლიტიკური პროცესი. მართლ პარტიაში საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ დოკუმენტში კონკრეტული უწყებების ეფექტიანად მუშაობაა დაფიქსირებული. ყველა სახელმწიფო უწყება და შესაბამისი უწყება, მათ შორის CSK მუშაობს ძალიან გამჭვირვალედ, ძალიან ეფექტურად, მათ შორის ტრეინინგების კუთხით, თუმცა არიან პოლიტიკური პარტიები, რომელიც ახორციელებენ უსაფუძვლო ბრალდებებს, გამიზნულად იმისათვის, რომ მოაწყონ და მოახერხონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით NDI-ის ანგარიში ადრინდელზე კრიტიკულია. მისივე თქმით, რჩება შტაბეჭდილება, რომ ის ორ ძირითად საარჩევნო სუბიექტ შორის ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს. არის შანსი, რომ NDI აღმოჩნდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემფასებელი და შეიძლება უბრალოდ უნდა იმ რეიტინგის თავის საკუთარი რეიტინგის გასწორება საიმისოდ, რომ მერე საზოგადოებამ დაუჯეროს იმ შეფასებაში, რასაც ის არჩევნების შემდეგ იტყვის. NDI ანგარიშს საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გამოაქვეყნებს. არჩევნებს კი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი 20 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება. პეტიცია მასქერისა და მასტოფერის გაგრძელების მოთხოვნით მეცხრე არხი მაყურებელს მხარდაჭერას ონლაინ პეტიციაზე ხელმოწერით სთხოვს. კანონით 2 ოქტომბერს არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამდეც კი დამოუკიდებელი ტელეკომპანიების საკაბელო არხებიდან ისევ გაითიშება. მეცხრე არხი ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩს მიმართავს და საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვს. პეტიციაში გამოთქმულ მოთხოვნას მხარდაჭერას არასამთავრობო სექტორიც უცხადებს და იმავე მოთხოვნით ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს. 2 ოქტომბრიდან თქვენ შეიძლება აღარ გქონდეთ ინფორმაციის სანდოწყარო, რომელიც არჩევნების შედეგებს ობიექტურად გააშუქებს. მოაწერე ხელი ონლაინ პეტიციას მისამართზე. მასქერის გაგრძელების მოთხოვნით მეცხრე არხი პეტიციას აქვეყნებს. მათ, ვისაც სურთ მეცხრე არხის მაესტროსა და სხვა ტელეკომპანიების მაუწყებლობა არჩევნების შემდეგ არ გაითიშოს, ონლაინ პეტიციაზე ხელი უნდა მოაწერონ. ჩართულია ამაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოების აქტივობაც იქნება მაღალი. და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების აქტივობა თუ იქნება მაღალი, ჩვენ მივახცევთ იმას, რომ ეუთოს დახმარებით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მივახცევთ იმას, რომ მასტკერი გახდეს სამუდამო. რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ ამ პეტიციას, აუცილებლად შევუერთდები. დროულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იწყებს ბრძოლას ამ მასკერის გაგრძელებისთვის და დაწყებული აქვთ უკვე. ჩვენ ყველამ ერთად საზოგადოებამ უნდა მოვიპოვოთ უფლება, რომ გქონდეს ინფორმაცია. მასკერისა და მასტოფერის პრინციპების არჩევნების შემდეგ გაგრძელების მოთხოვნით ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს ეს შენგეხება. როგორც კამპანიის წევრები აცხადებენ, ეს თემა მათთვის მთელი სექტემბრის განმავლობაში იქნება აქტუალური. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური, მით უმეტეს, რომ პრეცედენტი უკვე დამკვიდრდა და მით უმეტეს, რომ საკაბელო ოპერატორებმა უკვე ჩართეს ტელევიზია. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიაქტიუროს საზოგადოება. პეტიციაში გამოთქმულ მოთხოვნას მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ეროვნული პლატფორმაც, რომელიც 114 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ეროვნული პლატფორმა ამ პოზიციას ცალსახად იზიარებს და ჩვენ ეს პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ წინა კვირაში. ჩვენ ვაპირებთ სამომავლოდაც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი აქტიურობა. ამას აუცილებლად მოყვება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან სხვა ტიპის აქტივობები.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კამპანიას მიზნის მიღწევამდე გააგრძელებენ, თუმცა გადამწყვეტი მაინც მოსახლეობის აქტიურობაა. ყველა ტელევიზია უნდა ქონდეს მაგუფლება. რატო უნდა იყოს მაგალითად, რომ სხვა პირველმა ან რუსთავიორმა და იმედმა მიიღოს და მეცხრაკმა რატო არ უნდა მიიღოს? თქვა, ჩემთვის ასე ვთქვა, სულ ერთია, გაეთიშება თუ არა. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, აუცილებლად. მეცხრიარხის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პეტიციას უკვე 690 ხელმომწერი ყავს. ონლაინ პეტიციაზე ხელმოწერა ნებისმიერ ცურვალს შეუძლია. დღის სხვა მთავარი ამბებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ცხოვრება აუტანელ ანტისანიტარიაში ვირთხებთან ერთად. რეპორტაჟი ზემო ალექსეევკის დევნილთა დასახლებიდან, სადაც სასწრაფოც კი ვერ აგნებს. ჩემ შვილს უკბინა ფერზე. მე ხოდა სამონტოფოში წავიყვანე და ნერვსები გავუკეთეთ. სამინისტროში რო ვეკავ დევნილთა სამინისტროში გონებიან გადავცემთ რა როდემდე შეიძლება რომ გადავცემთ. ყველაზე ძვირადღირებული ქუჩა. ბათუმის მერიამ რუსთაველის ქუჩის მოსაპირკეთებლად 10 მილიონი დახარჯა. ყოველთვის ცდილობენ რომ გარკვეული თანხები ჩამოწერონ და სწორედ ამაზე მიუთითებს ის გაბერილი ციფრები. კონკრეტულად მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98 დანაშაული, რომლის გამოც არავინ დასჯილა იმის მიუხედავად, რომ საქმეში ერთადერთი ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. ჭიათურელი ექიმი ალექსანდრე ხახიშვილის გარდაცვალებიდან უკვე 40 დღე გავიდა. მის სასიკვდილო ცემაში ეჭვმიტანილი 25 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ჭიათურაში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ამ მკვლელობაზე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი საუბრობდა. ინციდენტი, რომელსაც 55 წლის ექიმის გარდაცვალება მოჰყვა ჭიათურაში ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ფაქტს არაერთი თვითმხილველი ყავს. ისინი ადასტურებენ, რომ ხახიშვილს ადგილობრივმა მცხოვრებმა 25 წლის მალხაზ თუთარაშვილმა სცემა. იქ რო გადავიხედეთ, უკვე გზაზე ეკდო. და მუქით მიქონდა წყალი მამას, ამ ბიჭის გამლახველის მამას. უძლიერესი დარტყმანი იყო მიყენებული, გატეხა შუბლის ძვალი ორმოგი ძვალია და შესაბამისად ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი ჩაიყვარა, სისხლსარჩევები და ჩაქცევები განვითარდა თავის ტვინში და საბოლოოდ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა. მალხაზ თუთარაშვილი ნაციონალური მოძრაობის ჭიათურის განყოფილებაში ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ამავდროულად ჭიათურის საკრებულოს წევრიცაა. თუთარაშვილის მეზობლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ხახიშვილის საქმეზე პოლიციამ ის მხოლოდ დაკითხა. ვეღარ თავისუფლად ხელისმომდა დაიყვანა დაკითხავდა, მაგრამ თავისუფლად ხელისმომდა ზუსტად არავინ იცის რა გახდა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მიზეზი. ადგილობრივთა ნაწილი ამბობს, რომ ალექსანდრე ხახიშვილსა და მალხაზ თუთარაშვილს შორის კონფლიქტი თვეების წინ პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო. ნაციონალი იყო ეს დამნაშავე და ეს ექიმი იყო ბიზნეს ივანიშვილის მომხრე. შეეწირა ამ საკითხს ლოგიკურად როგორც ამბობენ, საწყისი ამ თორქმების იყო პოლიტიკური საკითხი. ყველაფერი ებატიებათ, იმიტომ რომ ნაციონალური პარტიის წევრები არიან, მათ შორის ადამიანის უკვლელობაც. ჭიათურის პოლიციაში ხახიშვილის გარდაცვალების საკითხზე საქმის აღზრას ადასტურებენ, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობენ. ღია წერილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორობიდან გათავისუფლებული ლელა რაზიკაშვილი მუზეუმის განადგურების საფრთხეზე საუბრობს. ვაჟაში თავმომავალი განმარტავს, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ სახლ-მუზეუმი თითქმის ყოველდღე დაკეტილია და იქ მისულ სტუმრებს მუზეუმის დათვალიერების საშუალება არ აქვთ. მისივე თქმით, ახალი დირექტორი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. ჩემი საკითხი მოიხსნა, მუზეუმი გამოიყვანა მდგომარეობიდან. ლელა რაზიკაშვილი, რომელიც ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, კულტურის მინისტრს ნიკოლოზ რურუას მიმართავს. ვაჟა-ფშაველას შთამომავალი მუზეუმის დირექტორად ღირსეული პიროვნების დანიშვნას ითხოვს. რაზიკაშვილის თქმით, ახალი დირექტორი თამა რაზიკაშვილი მოვალეობას ვერ ასრულებს და თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ დანიშნეს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერია. კლოუნადა მიდის მუზეუმში. ჯერ არის დაკეტილი. პრაქტიკულად პარალიზებულია და არ გადიან თანამშრომლები სამუშაოდ. მე არის რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანებს ხელთ უყრიათ გასაღები და მათი განათლებულობის ბრჭყალებში დონე არის წერა-კითხვის ცოდნის ზღვართან მერყეობს სადღაც.
ვაჟა-ფშაველას შთამომავალი გათავისუფლების მიზეზად ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას და ქართული ოცნების ღია მხარდაჭერას უკავშირებს. ლელა რაზიკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩარგალში ვაჟაობა აღნიშნა, კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი ერთ თვეში მოაწერა. ჩემი სოფელი, ჩემი ხეობა მიყურებდა მე და მათ რომ არ დაენახათ და მათ რომ ენახათ რომ მე დამსაჯეს, ისინიც გათამამდებოდნენ. ამიტომ მე მათ უნდა დავესაჯე. უფრო მეტიც ისინი ამბობდნენ რომ თქვენ ნუ გათამამდებით, ეხლა ლელას დაიჭერენ ცოტა ხანში. და ეს მე კი არ მეუბნებოდნენ ამას, მათ ეუბნებოდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრი ხათუნა ოჩიაური ლელა რაზიკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას გამორიცხავს. მართალი გითხრათ, არა მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ სამწუხაროდ ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს საქართველოში. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ლელა რაზიკაშვილს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორობის სანაცვლოდ სამსახური სამინისტროში შესთავაზეს. თამარაზე რა გითხრათ, 4 დღის დანიშნულია თუ რა ვიცი, 2 კვირის და აჩვენე ცოტა ხანი და ჯერ ესეთი თავგამოწებულია და მე პირდაპირ შთამომავალია და არავის ნაკლებად არ მიხედავს მუზეუმს. დღეს სახლ-მუზეუმს მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს, ახალი დირექტორი თამარ რაზიკაშვილი. ლელა რაზიკაშვილის გათავისუფლების შემდეგ პროტესტის ნიშნად სამსახური 6 თანამშრომელმა დატოვა. არსებობს თუ არა რეალურად დაპირისპირება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს, მამა კონსტანტინესა და ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატ ეკაპეს ელიას შორის. ინტერნეტ გამოცემა ტიესპრესმა სასულიერო პირის საკვირაო ქადაგების ის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც კარგად ისმის თუ როგორ უწოდებს მეუფე მაჟორიტარის ოფისის კურთხევას პოლიტიკურ კურთხევას, ხოლო რიტუალის ამსახველი ვიდეო კადრების ინტერნეტ გავრცელებას დაუშვებლად. თვითმხილველები ყვებიან, რომ მიტროპოლიტის ამ სიტყვების შემდეგ ბესელიამ ტაძარი დატოვა. მეცხრე არხმა მეუფე გრიგოლთან TSPG-ზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას სცადა. პორტალი წერდა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატის ეკაბესელია შტაბის კურთხევას მეუფე გრიგოლის უკმაყოფილება მოჰყვა. ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენელი დედათეკლე დაგვირდა, რომ მეუფესთან შეხვედრა შეათანხმებდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ ზარს აღარ უპასუხა. მოგდან კომიამდე გადაწყვეტილა მეუფე რომ შეძლო საუბარი და ბაცი ქადაგაი დროს მოისმენდით ალბათ ის სიტყვა და ამის სიტყვაზე მე ყოველ შემთხვევაში საერთოდ საერთოდ პროგრესს დევა ხოლმე კეთილსაქმეს მოძებს ხოლმე კაცებს და გამოდექი მე სიტყვებია და ტაძრის დატოვების ფაქტს ადასტურებს ეკაბესელია, თუმცა განმარტავს, რომ ეს მასსა და მეუფე გრიგოლს შორის დაპირისპირებად არ უნდა აღიქმებოდეს. ის ასევე გამორიცხავს აზრს, რომ ოფისის კურთხევას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ოფისი, შენობა, სადაც ჩვენ გვინდა ქვეყნისთვის ასიკეთო საქმე ვაკეთოთ, იყოს ნაკურთხი და ბუნებრივია მე აქ პოლიტიკას ვერ ვხედავ და არ შემილია აქ პოლიტიკურ ჭრილში ამ საკითხის განხილვა. მე უბრალოდ ძალიან გამიკვირდა, როდესაც რამდენიმე სასულიერო პირმა თქვა უარი თავდაპირველად და ძალიან მადლიერი ვარ ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვრის მამა კონსტანტინესი, რომელიც მობრძანდა ჩვენთან და ეს ოფისი გვიკურთხა. ბესელია ჩვენთან საუბარში არ უარყოფს გავრცელებულ ხმებს, რომ პირადად შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს და მომხდარის შესახებაც ესაუბრა. პატრიარქს შევხვდი და მე ხშირად, როდესაც კი მეძლევა მის შესაძლებლობა, მის უწმინდესობას ნახულობდა, მისგან ლოცვა კურთხევის აღება მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე დიდი რამ არის, რაც ნებისმიერ მორწმუნე მართლმადიდებელს სჭირდება სიძნელეების გადასალახად. მეცხრე არხმა მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა მამა კონსტანტინესთან დაკავშირება. როგორც გითხრეს, ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ფოთში არ იმყოფება. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული დევნილი ოჯახისთვის ფართის საკუთრებაში გადაცემის საკითხს. ამ შინაარსის აბსოლუტურად იდენტური წერილები ალექსეევკის დევნილთა დასახლების თითქმის ყველა დევნილმა სამინისტროდან საკუთარი განცხადების პასუხად მიიღო. დევნილები დღემდე ვერაფრით ვერ არკვევენ, ვის ეკუთვნის ტერიტორია, სადაც უკვე 20 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. გარაჟების დასახლებაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ მოძრაობს, დევნილებს წყლისა და კანალიზაციის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებთ. ძალიან ცუდ დღეში ვარ, დავიტანჯეთ მართლა, არ ვიცი, არავინ ყურადღებას არ გვაქვს, საერთოდ არავის არ მაინტერესებს. ზემო ალექსეევკის დევნილთა დასახლებაში მეცხრე არხის გამოჩენას არავინ ელოდა. როგორც აქაურები ამბობენ, ყოფილი გარაჟების ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არც მთავრობის წარმომადგენლები მოსულან და არც ჟურნალისტები. პატარა დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილების 20-მდე ოჯახი ცხოვრობს, უამრავი პრობლემა ერთდროულად აწუხებთ.
ფეკალური მასები გადმოსულია, ეს მყრალი სუნი ხომ დგას, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს სამინისტროში, რო ვეკავთ ევნილთა სამინისტროში, გვეუბნებიან გადავცემთ რა როდემდე შეიძლება რომ გადასცე ხო? გვიწევს გარეთ გაასულა, ხეებს ამოფარებულები არ მერიდება და ძალიან ცუდ დღეში ვარ. ავარიული შენობის საერთო საპირფარეშოში კანალიზაციის სისტემა უკვე წლებია გაჭედილია. ტუალეტის უქონლობის გარდა აქაურებს აუტანელი სუნი და ვირთხებით აწუხებთ. ჩემ შვილს უკმინა ფეხზე. მე ხოდა საავადმყოფოში წავიყვან და ნემსები გავუკეთეთ იქ. ეს არის დასალევი წყალი. ეს დეკემბრის მერე ასეთია ეს წყალი, ეს არის მეორე სართულზე, ჭია მოყვება, ხოჭოები რა ვიცი. როგორც დევნილები ყვებიან, მათი დასახლების მიგნება სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი უჭირს. ელემენტარული მისამართის ახსნა გვიჭირს და რამოდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა გვიჭირს რომ დავხვდეთ. მე ეს ხო არის იქნებ ზოგჯერ ისე ცუდათა ადამიანი. გაუსაძლისი პირობების თუ საკუთრების უფლების საკითხზე გაგზავნილ ათეულობით წერილზე დევნილები სამინისტროსგან პასუხად ზუსტად ერთსა და იმავე ტექსტს იღებენ. სადაც ნათქვამია, რომ თითოეული მათგანის საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება, თუმცა პრობლემების მოგვარების გზები ან ვადები მითითებული არ არის. არავინ არ არის ჩვენი პატრონი, ამას მივხვდი მე, მეტი არაფერს. ალექსეევკის დევნილთა საკითხზე მეცხრე არხმა დღეს დევნილთა სამინისტროს მიმართა. პასუხად წერილობით გვაცნობეს, რომ სამინისტრო ამჟამად აწარმოებს ზემო ალექსეევკის ყოფილი გარაჟების ობიექტის შესწავლას, რის საფუძველზეც გახდება ცნობილი იქნება თუ არა შესაძლებელი მისი დაკანონება და რეაბილიტაცია. მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი დღეს მთელი დღის განმავლობაში ლაზიკაშიც იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ სექტემბერში ლაზიკის პორტის ადმინისტრაცია და მერიის შენობა გაიხსნება. რა ეტაპზე ამ დროისთვის სამუშაოები და ვინ დასაქმდა მშენებლობებზე? მომავლის ქალაქი, რომელიც ჯერ არ აშენებულა, თუმცა მერია უკვე უნდა გაიხსნას. ნახეთ, როგორ იქნება ლაზიკის სიმბოლო 30 მეტრიანი მონუმენტი, რეპორტაჟი ლაზიკიდან. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ლაზიკის პორტის ადმინისტრაცია უნდა გაიხსნას, თუმცა როგორც მეცხრე არხმა გაარკვია, ახალაშენებული შენობა წარწერით პორტი ლაზიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და პროექტის მიხედვით საცხოვრებელი კორპუსია. აბრამ შენებლობაზე ახლაც დგას. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის და ლაზიკა პორტი რატო დააწერეს? მაგი რა ვიცი შეიძლება ხა ჩვენ მაგას ვინ გვეთხოვდა ვინ გაგვაგებია ჩვენ გვეთხოვია დამიგრია რა ვიცი რომ გადაახვდა წყაბეთქებს. პორტის ტერიტორიაზე, სადაც გემები უნდა შემოვიდეს, მშენებლობა ახლა იწყება. მუშების თქმით, ერთ თვეში მშენებლობის დასრულებას ვერ მოასწრებენ და ეს პერიოდი მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებისთვისაა საჭირო. ერთადერთი დასრულებული ნაგებობა აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც რამდენიმე დღის წინ პორტის ადმინისტრაციად გადაკეთდა. ეს ლაზიკის პორტის ადმინისტრაციაა. მშენებლობა თითქმის დასრულებულია. საზეიმო წითელ ლენტს აქ მალე პრეზიდენტი გახსნის და როგორც ამბობენ, არარსებული პორტის ადმინისტრაციაში უამრავი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს იქნება ყველაზე მსხვილი საპორტო ქალაქი საქართველოში და მოგცემს საშუალებას პირველ რიგში ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ ექსპორტით საზღვარგარეთ. დღემდე ლაზიკის მშენებლობით სარგებელი უმეტესად უცხოურმა კომპანიებმა ნახეს, მაგალითად 30 მეტრიან მონუმენტს რუმინელები აშენებენ. მშენებლობაზე ზედამხედველობა ქართულ კომპანიას ზიმოს დაევალა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რას აშენებს. ძირითადად რუმინელები მუშაობთ. დიახ. ოკეი. დრისი მონუმენტი უნდა იყოს ეს, რა იქნება? აი რა ვიცი რა ქვია რა. ეგეთი მონუმენტია და სახელი არ ვიცი. სიმბოლო იქნება რამის? არაფრის და პროსტასილია მაგის გულობაზე და ესეთი რაღაცა ფუნდამენტი იქნება რაღაცა. კიდევ ერთი მშენებლობა, რომელიც 15 სექტემბრისთვის დასრულებულ სახეს მიიღებს, ლაზიკის მერიის სახელით ცნობილი ნაგებობაა. ტერიტორიაზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. და ისე დაჩქარებული ტემპით მუშაობთ, როგორც იცი. კი ბატონო. მაგრამ ხარისხიანად. 24 საათიან რეჟიმში მუშაობთ? არ მუშაობთ 24 საათიან რეჟიმში, მაგრამ მუშაობთ იანვრამდე. ყველა მშენებლობა, რომელიც ამ დროისთვის ლაზიკის სახელით მიმდინარეობს, ანაკლიის ტერიტორიაზე მდებარეობს. ანაკლიას კი დღემდე სოფლის სტატუსი აქვს. ლაზიკას შემდეგ ჩვენი რეპორტაჟი ბათუმიდან, სადაც რუსთაველის ქუჩაზე 1 კვადრატული ქვეფენილის დაგება სახელმწიფოს 566 ლარი დაუჯდა. დაახლოებით კილომეტრ-ნახევრიანი ქუჩის საფასურის მოსაწესრიგებლად 2006 წლიდან დღემდე 10 მილიონი ლარია დახარჯული. ამ ციფრების შესახებ გაზეთ ბათუმელების დღევანდელი ნომერი უწყება, რაც ფიქრობენ ნაკლებად პრივილეგირებულ ქუჩებზე მცხოვრები ბათუმელები, ეკონომისტები ფულის არამიზნობრ ხარჯვაზე საუბრობენ.
შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩა ვიდრე დღევანდელ სახეს მიიღებდა, რამდენჯერმე გადაითხარა და მოასფალტდა. 2011 წელს ქუჩის კეთილმოსაწყობად 764,996 ლარი გამოიყო. 2012 წლის დასაწყისში ბათუმის მერიამ ქუჩის მოფილაქნება გადაწყვიტა. როგორც გაზეთმა ბათუმელებმა დაიანგარიშა, 1600 მეტრის სიგრძის ქუჩაზე 2006 წლიდან დღემდე ჯამში 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. 2006 წლიდან 2012 წლამდე 9,400,000 ლარზე მეტი თანხა არის დახარჯული რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობა რეაბილიტაციაში. მეორე ქუჩა, რომელიც აბსოლუტურად გაუვალი იყო და ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩატარდა, მელიქიშვილის ქუჩას გულისხმობ. აი ამ ქუჩაზე დაიხარჯა 1,700,000 ლარი. ჩემის აზრით სხვაობა არის შთამბეჭდავით. ჟურნალისტის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და გამოთვლების თანახმად ქუჩის 1 კვადრატული მეტრი 566 ლარი დაჯდა. თანხაში იგულისხმება ტროტუარი და ბორდიური, თუმცა არ შედის განათება და მიწისქვეშა სამუშაოები. ეკონომისტი პაატა არუშიძე აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე ფულის შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. 566 ლარი დაჯდებოდა კვადრატული მეტრი, არამედ ბევრად უფრო ნაკლები, სადღაც 250-300 ლარამდე ოდენობით. ეხლა რახან ბათუმის მერიამ მიიჩნია, რომ ეს ციფრი ადეკვატურია, ეს საკმაოდ ეჭვბადებს უბრალოდ ალტერნატიული გათვლებიდან გამომდინარე. ბათუმის ვიცემერმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მიზეზად გაწეული ხარჯის დაუთვლელობა დაასახელა. თუმცა ბათუმელებთან ჯემალ ანანიძე ასეთ კომენტარს აკეთებდა. მართალია 2011 წელს ვიცოდით, რომ კაპიტალური რემონტი იყო დაგეგმილი, მაგრამ საკმარისი თანხა არ ჰქონდა. ამიტომ ორმულ შეკეთებას ვარჩიეთ მთლიანად აგვეთხარა ქუჩა და ასფალტის ერთი ფენით დაგვეფარა. როგორც კი გაგვიჩნდა თანხა, დავიწყეთ კაპიტალური რემონტი. რატომ ხარჯავს მერია მილიონობით ლარს ერთ ქუჩაზე? მაშინ, როდესაც ბათუმში ათობით კეთილმოუწყობელი ქუჩაა. ქალაქის მუნიციპალიტეტში არც ამ შეკითხვას პასუხობენ. ასფალტი მე არ მახსოვს, 18 წელია მე ვცხოვრობ ახლა ამ საერთოდ საცხოვრებლად, მაგრამ ასფალტი არ გვინახავს აქ. შოთა რუსთაველის სახელობის რამდენჯერმე მოასფალტებული და წელს უკვე მოფილაქნებული ქუჩისგან განსხვავებით, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლები ვერც კი იხსენებენ ამ ქუჩაზე ასფალტის არსებობას. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად მოკლედ დღის მთავარი და მნიშვნელოვანი ამბები მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ორი დაკრძალული და მიწით ამოვსებული 4 საფლავი 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი დუიში ღამით მალულად დაკრძალეს. დანარჩენი ცხადრების გადაცემაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. მათ შორის არის გროზნოში დაბადებული კიდევ ერთი ქისტი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თუმცა სკოლა პანკისში აქვს დამთავრებული. ხეობაში რამდენიმე დღეა უკვე სპეცსამსახურების წარმომადგენლები მოძრაობენ. პოლიცია მორიგეობს ჭირისუფლების სახლებთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ქისტები მედიასთან ურთიერთობას ამ ეტაპზე ერიდებიან, მე-9 რამდენიმე კომენტარის ჩაწერა მაინც მოახერხა. საქართველოს ხელისუფლების ტყუილი და აღიარება შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. ამ განცხადებიდან ორ დღეში სააკაშვილის ხელისუფლება აღიარებს, რომ მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას საქართველოს ორი მოქალაქე მოკლა. კიდევ რას უმალავს საკუთარ მოსახლეობას მართველი ძალა. დღესვე გაკეთა განცხადება, რომ 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 7. რაზე დაყრდნობით ირწმუნება ხელისუფლება, რომ მოკულთა შორის მხოლოდ 2-ია საქართველოს მოქალაქე, თუ 4 გვამის ამოცნობა ჯერ არ მომხდარა. რუსეთის სამხედრო წვრთნების კავკასია 2012-ის გეოგრაფიულ არეალს ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გენშტაბის გადაწყვეტილებით წვრთნები საქართველოს მოსაზღვრე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე აღარ ჩატარდება. გადაწყვეტილება მოსკოვმა საქართველოს ძალოვანი უწყებების მიერ ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში მიიღო. უკავშირდება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული მებრძოლების ლიკვიდაცია საქართველოს საზღვართან რუსული სამხედროების წვრთნების გაუქმება. ვერსიები სხვადასხვანაირია, თუმცა ფაქტია, რომ დაღესტნის საზღვართან მიმდინარე მოვლენებს არც რუსულ მედიაში ჰქონია დიდი გამოხმაურება და არც რუსეთის ხელისუფლებაში. პეტიცია მასკერის და მასტოფერის გაგრძელების მოთხოვნით მე-9 არხი მაყურებელს მხარდაჭერას ონლაინ პეტიციაზე ხელმოწერით სთხოვს. კანონით 2 ოქტომბერს არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამდეც კი დამოუკიდებელი ტელეკომპანიების საკაბელო არხებიდან ისევ გაითიშება. მე-9 არხი ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მეატოვიჩს მიმართავს და საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვს. პეტიციაში გამოთქმულ მოთხოვნას მხარდაჭერას არასამთავრობო სექტორიც უცხადებს და იმავე მოთხოვნით ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს.
ბერას ოზურგეთში კონცერტის გამართვაზე უარსეუბნებიან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორგანიზატორებს 8 სექტემბერს რკინიგზის მოედანზე კონცერტის გამართვის ნება-დართოს შემდეგ კი უარი განუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით 8 სექტემბერს ოზურგეთში სახელმწიფო ღონისძიება იგეგმება. კონცერტის ორგანიზატორები ამ ფაქტს უსამართლოს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ სრული უფლება აქვთ ღონისძიება უკვე დაგეგმილ დროს გამართონ, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განაცხადი მათ პირველებმა შეიტანეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კონცერტის ორგანიზატორებმა 29 აგვისტოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ღონისძიება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანხმობა იმ დღესვე განაცხადა და ბერას მორიგი სოლო კონცერტი 8 სექტემბერს 20 საათზე ოზურგეთის რკინიგზის მოედანზე დაიგეგმა. შევხვდი გამგებლის პირველ მოადგილეს გოგოტიშვილს, რომელმაც მომცა სიტყვიერი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ 8-ში 8 საათზე იგივე მოედანზე ჩატარდება ბერა ივანიშვილის კონცერტი. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ოზურგეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 8 სექტემბერს აღნიშნულ ადგილზე კონცერტის გამართვის ნებართვაზე უარი თქვა. მოხდა ისე, რომ იმ დღეს სახელმწიფომ დაგეგმა რაღაცა ღონისძიება, რომელიც ტარდება იმ დღეს ადრე. ამ მიზეზის გამო ჩვენი კონცერტს არ გვაძლევენ ჩატარების უფლებას სხვა ადგილას, ანუ ადგილები ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, იმ დროისთვის სხვა განაცხადი მსგავსი მოთხოვნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა. ამიტომ სრული უფლება აქვთ ღონისძიება 8 სექტემბერს გამართონ. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს შეეცადა ოზურგეთის გამგეობას დაკავშირებოდა. 8 სექტემბერს იყო სიტყვიერი შეთანხმება მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან, მაგრამ ოფიციალურად თანხმობა არ გაგზავნა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადაიდო და 12 სექტემბერს მათ აქვთ უფლება რომ ჩაატარონ გეტყვით კონკრეტულად რა იყო მიზეზი. ალბათ რაღაც იმართებათ ამასთან დაკავშირებით. ეს იყო ერთგვარი მოტივი რა გადადების. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ კიდე გადავდოთ ეს კონცერტი და ჩვენ ვატარებთ 8 სექტემბერს ოზურგეთში რკინიგზის ადგილზე, დაგეგმილ კონცერტს და ეს კონცერტი იქნება ძალიან შთამბეჭდავი და როგორცაც ვაპირებთ, იმაზე ბევრად ვკეთეს. მთელი ტურნეს განმავლობაში ბერა ივანიშვილის სოლო კონცერტებისთვის ორგანიზატორებს სხვადასხვა ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემები მუდმივად ექმნებათ. ბერას პლაკატებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ყველა ქალაქში ხევენ. პლაკატების ჩამოხევა დღეს რუსთავშიც დაიწყეს. დაგვიშალეს მათ პლაკატების გაკვრა, გვითხრეს რომ აღარ გაგვეკრა პლაკატები, შემდეგ გადმოვიდნენ უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ბატონ ბიძინას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტების გამართვაში ხელს უშლიან და ნებართვასაც მათთვის სასურველ ადგილას თითქმის არასდროს აძლევენ, მუსიკალური ტურნე კვირდები კვლავ გრძელდება. ბერას მესამე სოლო კონცერტი რუსთავში ხვალ 20 საათზე გაიმართება. 20-ზე მეტი ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადება. ბიაფის ფარგლებში საქართველოს სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი რეჟისორები ეწვევიან. ფილმების ჩვენება კინოთეატრ აპოლოსა და სასტუმრო რედისონის დარბაზებში გაიმართება. საავტორო კინოს რიგით მეშვიდე ფესტივალი, რომელიც სტარტს 16 სექტემბერს აიღებს, კინომოყვარულებს მრავალ სიურპრიზს უმზადებს. ფესტივალზე 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური, აგრეთვე 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები. აქ არის წარმოდგენილი 35 წლამდე რეჟისორების ფილმები. ფესტივალს გააჩნია 3 საკონკურსო პროგრამა, ძირითადი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების, დოკუმენტური, ანიმაციური. ბრიტანული ორგანიზაცია Postdoc ფილმი უზრუნველყოფს 6-დღიან პრაქტიკულ ტრენინგს დოკუმენტურ კინემატოგრაფიაში. ფესტივალის ბოლოს გადაღებული იქნება 3 10-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი რეჟისორები ჩაატარებენ. ეს არის მასტერკლასები ელდარ შენგელაიას მიერ, ასევე ფესტივალის საპატიო სტუმარია იერჟი ჰოფმანი პოლონეთიდან, რომელიც ასევე გამართავს მასტერკლასს. ასევე ჩვენ გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი და ბევრი კინომოყვარულებისათვის საკმაოდ ნაცნობი ფიგურა, ცნობილი თურქი რეჟისორი ნური ბილჯე ჩეილანი, რომელიც კანის და სხვა ფესტივალების მრავალგზის პრიზიორია. ბიაფს წელს 3 საპატიო სტუმარი ეყოლება. ერთ-ერთი მათგანი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელსაც ბიაფის ყოველწლიური პრიზი გადაეცემა მსოფლიო კინოში შეტანილი წვლილისთვის. დღეს მე დამასახელეს იქ ჟურის თავმჯდომარედ. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით ძალიან საპატიო მომენტი არის. ფილმები მე არ მინახავს, რომელიც იქ იქნება ნაჩვენები. ალბათ ჟური ნახავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელებთ ფილმებზე. მე ჩატარდება კეიჩის ხრა. ისე რომ იყოს აბსოლუტურად იდეალური, ასე ვთქვათ, შეფასება ფილმების. ფესტივალი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის რეჟისორი მონაწილეობს, ბათუმში 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.
და ბოლოს ეკაბერიძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახების თავად გვესაუბრება ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა ნათია მივესალმები მეცხრე არხის მაყურებელს. მთავარი კითხვის ადრესატები დღეს გადაცემის პირველ ნაწილში გელა მთივლიშვილი, მეორე ნაწილში მამუკ არეშიძე იქნებიან, მათთან ლაფანყურსა და პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს შევაფასებთ. გადაცემის ბოლოს ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო მონიტორინგით. ეკა მადლობა. მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალიანების დასრულებისთანავე გავა პირდაპირ ეთერში. თქვენ უყურებდით მე 9:09 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.